რუსეთი ცდილობდა რომ რუსული ენა გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებით და საქართველოს სულ დაბეჭდებულ მდგომარეობაში ყოლოდა. ხოლო ახლა მე მგონი მაინცსა და მაინც თავს არ იკლავენ ამერიკელები რომ ჩვენ გვამყოფონ ისევ იმაში რა ქვია მონობაში ეს ძირითადად არის აქაური ეგრეთ წოდებული ხელისუფლების რომლებიც ლეგიტიმურები არ არიან სულად ჯერ იყო შევარდნაძე ახლა არის სააკაშვილი ამათი სურვილია რომ წაუწვენ მონებივით წაუწვენ ამერიკელებს რომ აი ჩვენ თქვენები ვართ არიქა თქვენები ვართ ვიშალოთ ახლა ისინი მაგათ რო ეხმარებიან იმას გონიათ რომ ეხმარებიან საქართველოს და სინამდვილეში ესენი ვალებს იღებენ მაგრამ იღებენ იმიტომ რომ ჩემმა შვილიშვილმა გადაიხადოს როდესღაც ზოგიერთ შეიძლება გონია რომ მე ვიყავი პირადად რუსული ენის მოძული არა კაცო რუსული ენა უცხო ენის თაობაზე რუსული ენა ვიცი ბრწყინვალეთ შეიძლება ვისაც გინდა გამოვიწვევ რომელ რუსული მცოდნესაც გინდა გამოვიწვევ ჩემზე კარგა არავინ არ იცის რუსული ენა კერძოდ რუსი კლასიკოსები მე ვიცი პუშკინი მცოდნეებზე კარგად ვიცი პუშკინი ესე იგი ეს კაი ენა დიდებული ენა დიდი ენა მართლა მაგრამ ქართული არაფრით არ ჩამოუვარდება მათ თუ ყავდათ ტოლსტოი ჩვენ ყავდა შოთა რუსთაველი რომელიც ტოლსტოის რომელ ჯიბეშიც გინდა იქ ჩაისვამს ალბათ შოთას არ აქვს პისტონჩიკის ჯიბე ხო რო აქვს პატარა ჯიბეები თორე იქ ჩაისვამდა ლევ ტოლსტოის მე ამას იმიტომ კი არ მომვის ჩემია ვიცი კაცო შევადარე სხვებს ამ ერთი ბეწვა ფაქტიურად პატარა პოემაში 1600 სტროფია ეს არ არის დიდი ის უზარმაზარი რამეები დაწერეს შაჰნამე არის უზარმაზარი იმან ფირდოუსმა რო დაწერა იქ არ არის იმდენი სიბრძნე იმდენი სიკეთე იმდენი სიხალისი არ არის რაც არის რუსთაველში რუსთაველი თან ხალისიანი ასეთი უნდა იყოს აბა წარმოიდგინეთ თქვენ ამდენი სტროფი ხო მოვიდა ჩვენამდე მე-17 საუკუნეში არის უძველესი ხელნაწერი მანამდე ვინ მოიტანა ზეპირად ქართველმა ერმა ეს რო დაიმახსოვროს ამ ხელა პოემა ამას ჭირდება ისე ააწყო უნდა ეს სიუჟეტი იმდენი ისე ლამაზად უნდა ააწყო რომ ესე იგი დაამახსოვრო თავი ასეთი იყო ესე იგი ხო ეს ჩვენი ეს ისა ასევე ყავს გოლიათები მაგალითად იგივე დავით გურამიშვილი გოლიათია მწერალი რუსთაველი რო არ ყოლოდა ეს იქნებოდა პირველი პოეტი ასევე რა თუნა ლაპარაკი ილია აგაკი ვაჟა ნიკოლას ბარათაშვილი და მე გალაქტიონი ხო მაგრამ რუსული ინგლისური რატო უშლის ამ ხოლმე ხო და ამას იმიტომ უშლის არის ნათქვამი ასე რომ ერთ ხელში ორ სადამტროს ვერ დაიჭერო ვერ თავსდება ტვინში ვერ თავსდება ესე იგი ენა შეიძლება იცოდეს არიან პოლიგლოტები რომლებიც 15 და 17 და 30 ენა იციან მაგრამ ენა უნდა ისწავლო აი შენი ენა უნდა ისწავლო ისე რომ არაფერმა ხელი არ შეგიშალოს და მერე უკვე რო გეცოდინება ესა როდესაც შენ ცნობიერებაში დედას დაერქმევა დედა მამას დაერქმევა მამა ბებიას ბებია და ბაბუას ბაბუა მერე ისწავლე ბატონო სხვა ენები ისწავლე 2 თუ გინდა 20 რამდენიც გინდა მაგრამ ჯერ ეს ერთი ენა უნდა იცოდე რომ შენში კარგად შეგნებულად უნდა იცოდე რომ შენთვის არ არსებობს სხვა ენა გარდა
გარდა ქართულისა. პერიები რატო ცდილობენ რომ მოგვახვინოთ თავიანთი ენები, ჯერ რუსეთი გვახვევდა ახლა. იმიტომ ბატონო რომ როდესაც შენ იბენაზე ლაპარაკობ, სულ იბენაზე ლაპარაკობ, არა, შენ უკვე გაიამერიკელებული ხარ. შენ უკვე ის გეძვირფასება ის. ახლა რო უყურებ მე ქართულ ტელევიზიებს, რომელიც ქართულ ტელევიზიებს არ აგავს არც ერთი არხი, ყველა არხზე ლაპარაკობენ ისე რომ ვერ გაიგებ. ესენი საქართველოში ცხოვრობდნენ, საიდან მოვიდნენ? ლეიბორისტულ პარტიასთან მე ესე იგი რო ვარ ეხლა და მათი მაჟორიტარული დეპუტატი ვარ. ეს იმას კი არ ანიშნავს რომ მე ვეძებდი სად ყოფილიყავი მაჟორიტარული დეპუტატი და ვიპოვე სად არა ბატონო. ლეიბორისტულ პარტიას მე დიდი ხანია ვემხრობი, წინაარჩევნებზე ხმამათ მივეცი და მე მომწონს ეს იდეები რაც აქვს ლეიბორისტულ პარტიას. დიახაც ქვეყანა ეკუთვნის იმ ადამიანებს რომლებიც ამ ქვეყანაში შრომობენ, არა ვიღაც ბიზნესმენებს, გინ მილიარდერებს და გინ მილიონერებს, არა ვიღაც ინტელიგენტებს, წერლებს ან მხატვრებს ან ვიღაც. პირველ რიგში ეკუთვნით ქვეყანა იმ ადამიანებს, ვინც აქ შრომობენ, ვისი შრომითაც ვერ გაიხედავთ აქეთ იქით საითაც გინდა რომ იქ არ დაინახოთ შრომის კვალი. რაღაცა მიმართვა ბატონო გურამ, თუნდაც იგივე ქართულ ხალხს, იგივე თუნდაც პირველი ხელისუფლების მომხრეებს. ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, ნამდვილ მომხრეებს, ზვიად გამსახურდიასი ჩემი მიმართვა არ აღჭირდებათ. რატომ? იმიტომ რომ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ თვალანთებული და გულმხურვალე პატრიოტები, რომელმაც იცოდნენ რომ ჩვენ გვინდოდა, იმიტომ ვწირავდით თავს. სხვათა შორის მე ვარ ეროვნული მოძრაობის წევრი და ჩვენ ვწირავდით თავს, ხშირად მივდიოდით ისეთ ადგილებში, ახლა მაგის დრო არ არის რომ მოვყვე, სადაც სარისკო იყოს სიცოცხლისათვის. ხოლო შემდეგ ვითომ მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ვითომ საქართველო უნდოდა, საქართველო უნდოდა საჭმელად. ჩვენ გვინდოდა საქართველოს ნამდვილი თავისუფლება. თავისუფლება რო გვინდოდა, ამისთვის წირავდით თავს და გვინდოდა ამას გარდა ძალიან მონდომებული ვიყავით, რომ საქართველოში თანაბრად ყველას ეცხოვრა ერთნაირად და ეცხოვრა კარგად ყველას. ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში ერთი ყოფილიყო სადღაც ზევით, ესეირნა მთელი ცხოვრება აქეთ იქით და მეორე მთელი ცხოვრება იმისთვის ეზრუნა, რომ რამენერად მიეღო თავისი კუთვნილი პენსია. ჩვენ ამისთვის არ ვიბრძოდით და ზვიადი და მერაბი ამისთვის არ იბრძოდნენ. ჩვენ გვინდოდა თავისუფლება ყველასთვის და თანაბარი უფლებები ყველასთვის და ამისკენაც მოუწოდებ ხალხს, რომ დიახაც უნდა მისცეთ ხმა დიახაც ლეიბორისტებს და მათ შორის ესე იგი მათ იმას რა ქვია მაჟორიტარულ დეპუტატებს, კერძოდ მეც და თქვენს ქალბატონინო, რომ ჩვენ ასეთი საქართველოს შევქმნათ. საქართველოს ყოფნის რესურსები იმისთვის, რომ აქ ყველა იცხოვროს კარგად. კარგად ეს იმას არ ანიშნავს აუცილებლად რძის მდინარეებში ვიბანაოთ. კარგად იმას ნიშნავს, რომ კაი ხელფასი გქონდეს და ბავშვები ყოფდეს დაპურებული.